თმას ყოველდღე თვიბან, მაგრამ საღამოს უკვე ისე მაქვს, თითქოს ერთი კვირაა წყალი საერთოდ არ მინახავს. სირცხვილით სკოლაში შეკრული თმით დავდივარ, რომ არ გამომიჩნდეს. აუქნა. ეს არის ანონიმური წერილების მე-16 ეპიზოდი და დღეს კანის მოვლის ტრენერი მარიამ ივანიაძე უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. მეც მსგავსად მაწუხებდა და ძალიან კარგად მესმის ამ კითხვის ავტორის. რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც იწვევს თმის გაცხიმიანებას, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ცხიმიანი სკალპი. პირველ რიგში შევამოწმოთ, ხდება თუ არა თმის სწორად დაბანა. და როგორ უნდა დავიბანოთ თმები სწორად? ამისთვის აუცილებელია, რომ ჯერ შამპუნი გადმოვასხათ ხელის გულებზე და არ დავისხათ პირდაპირ თავზე, კარგად ავიქაფოთ მასაჟისებური მოძრაობით და შემდეგ ჩამოვიბანოთ. აუცილებელია, რომ ეს მოძრაობა მეორეჯერაც გავიმეოროთ, რომ კარგად მოგვაშოროს სკალპიდან ზედმეტი ცხიმი. სასურველია, რომ ისეთი შამპუნები ავარჩიოთ, რომელიც ცხიმს კარგად მოგვაშორებს და თან თმას არ გამოგვიშრობს. როგორც წესი შეფუთვა საწერია, რომ არის ცხიმიანობის მარეგულირებელი, ან მოცულობის მიმნიჭებელი, ან გამწმენდი. და რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს ხარ გაუწევდი რეკომენდაციას ცხიმიანი სკალპისთვის? ძალიან ხშირად უწევ ხოლმე რეკომენდაციას ლაპეტით ოლივიეს მიცელარულ შამპუნს, რომელიც PSP-ში იყიდება. ძალიან კარგად ასუფთავებს სკალპს და თან ყოველდღიური გამოყენების დროს თმასაც არ გამოაშრობს. აგრეთვე ძალიან ხშირად კონდიციონერს იყენებენ არასწორად, აუცილებელია, რომ თმის ქვედა ნახევარზე გამოვიყენოთ და არა სკალპთან ახლოს. დავამატებ, რომ თმას ხშირად არ უნდა შევეხოთ და თუ ეს ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ჩვენ შემთხვევაში არ აღმოჩნდა ეფექტური, აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი, რომ დაინიშნოს სწორად შერჩეული მედიკამენტური შამპუნი.